მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა FM 98-და და 5-ზე. რადიოს სივრცეზე გრძელდება ჩვენი ეთერი, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარია ჩემი კოლეგა ნინი ვარდოსანიძე, საკრებულოს თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს წევრი უკვე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და ჩვენ ვილაპარაკებთ საკრებულოს ამ ახალ მოწვევაზე, რომელიც წინა კვირაში შედგა პირველი გახსნითის სხდომა. მეორე დღეს გაიმართა ასევე სხდომა, სადაც მოხდა თბილისის მთავრობის დამტკიცება და ჩვენ მოვისმინეთ იმ გეგმების შესახებ, რაც მომავალი წლების განმავლობაში თბილისში გაკეთდება და შესრულდება. რაც მთავარია, ჩვენ შევაჯამეთ ამას ამ საკრებულოს აქვს ასევე პოლიტიკური დატვირთვაც, იმიტომ რომ გარკვეული პოლიტიკური პროცესი რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, ცხადია რომ ეს ამის ეპიცენტრი არის თბილისი და ბუნებრივია რომ აქ აქვს კავშირი. ამავე დროს ამ საკრებულოს არჩევნებში და თქვენ იცით რომ ჩვენი გადაცემის ეს სეზონი სწორედ მიმდინარე შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს ეხებოდა და ეხება კიდევაც, ალბათ წლის ბოლომდე ჩვენ ამ ჭრილში გავაგრძელებთ მიმოხილვას და ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციამაც, მისმა ნაწილმა, რომლებიც მერე იქ არ ყოფილა არანაირი. ჩვენ ორი რამ ვერ მოვისმინეთ ამ არჩევნებზე, რომ არჩევნები ან გაყალბდა, იმ ოპოზიციონერების მხრიდან ვლაპარაკობ, ან რომ ვინმე არალეგიტიმურია და ასე შემდეგ. ისინი ამ გასულ კვირის ორ სხდომაზე იყვნენ სრულად წარმოდგენილები. სულ არის 5 წევრი ყავს ოპოზიციის და 45 წევრი არის ქართული ოცნებიდან, რომელმაც ჩამოაყალიბა ორი ფრაქცია. ერთი თვითონ ქართული ოცნება და შემდეგ სამი კაცი ხალხის ძალა გამოეყო ტრადიციულად, თუმცა ისინი რჩებიან უმრავლესობის წევრებად, ხო? და ეს კონფიგურაცია არის უპრეცედენტო, ესეთი უმრავლესობა არასდროს არ ყოფილა საკრებულოში კი არა, რა ვიცი, 90%-იანი უმრავლესობა მგონი არც პარლამენტში არ ყოფილა. მაშინაც კი როცა ხელისუფლების საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდათ, ხო? და ეს კონფიგურაცია რეალურად ასახავს, მე თუ მკითხავთ, იმ განწყობას და დამოკიდებულებას, რაც ქვეყანაში არის. მე არ ვძახი რომ თქვა ოპოზიცია მხოლოდ 5%-ია, მაგრამ 5%-ად ჩვენ შეგვიძლია მოვიაზროთ აი ძალიან რადიკალური ჯგუფი, რომლებიც აი ერთგვარად არიან გაერთიანებული ინფანტილური დევიზის ქვეშ, რასაც ქვია ბოლომდე და გაურკვეველია რა ბოლომდე. მე მიმაჩნია რომ ბოლო უკვე დადგა და ეს თანდათანობით კიდე უფრო გაფორმდება, უბრალოდ პროცესი იწელება იმიტომ რომ მაინც დამოკიდებულება არ არის ხისტი და ხელისუფლებას გარკვეულწილად აქვს პოლიტიკა, რომ ადამიანები თვითონ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში აზრი არ აქვს რაღაც წარმოსახვითი ქიმერების წინააღმდეგ ბრძოლას ან კედელზე რაღაც თავის რტმას, ხო? თანდათანობით ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არსებობს მხოლოდ ორი გზა. ან აწყობ რევოლუციას და იმარჯვებ, ან აწყობ რევოლუციას და მარცხდები. ეს ჩვენ ნახეთ და ეს უკვე მოხდა. ან არსებობს მეორე გზა, ეს არის საკონსტიტუციო ჩართო და კანონის ჩარჩო, მონაწილეობ არჩევნებში და ან იმარჯვებ, ან მონაწილეობ არჩევნებში და პრინციპში არ მარცხდები. შენ იღებ იმ ნაჭერს, ესე ვთქვათ, ელექტორალური ნამცხვრის, რომელიც შენ მოგიჭრა ამ მრჩეველმა და ამაზე ადამიანმა უარი არ უნდა თქვა, როცა ამაზე უარს ამბობ, ეს ნიშნავს, რომ შენ ანგრევ ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ეს მოცემულობა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი დაბრუნდეს საკონსტიტუციო ჩარჩოში. ნინი, პირველ რიგში მინდა რომ შენ დაახასიათო აი ამ საკრებულოს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს მაინც ახალია, მე ესე არ ვადენვიდი თვალს წინა მოწვევების შემთხვევაში როგორ იყო, მაშინ ამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა ამას თითქოს არც ჰქონდა და შენ საშუალება გაქვს რომ ეს შეადარო, ხო? როგორი იყო წინა მოწვევის დროს, როგორ არის ეხლა და რა სხვაობას ხედავ და რა არის აქ სიახლე და თქვათ რას ვეღარ ვნახავთ და ადრე იყო საინტერესო. მოგესალმებით პირველ რიგში. მივესალმები ჩვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. კი, ძალიან საინტერესო შესავალი გააკეთე ნამდვილად. საინტერესო პროცესია და მნიშვნელოვანი ვფიქრობ, რამდენადაც ოპოზიცია შემოვიდა საკრებულოში და ჩვენ არ გაგვიგია პათოსი რომ არჩევნები გაყალბდა. ასევე ვხედავთ რომ პარლამენტშიც ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც სამართლებრივად ჰქონდა დარჩენილი საშუალება რომ ჩართული იყო საპარლამენტო ცხოვრებაში, ვხედავთ რომ იქაც ოპოზიცია შევიდა პარლამენტში და კარგია რომ პარლამენტშიც და ადგილობრივ დონეზეც თვითმმართველობებში, საკრებულოებში
პროცესები მეტნაკლებად ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ გადავა პარლამენტში, საკრებულოებში და ქუჩა ამ კუთხით რაღაცნაირად დაცარიელდება, გამომდინარე იქიდან, რომ ალბათ თვითონაც კარგად ხვდებიან უკვე, რომ რესურსი იქ რეალურად ფაქტობრივად აღარ არის. ის მცდელობები, რაც იყო რევოლუციის არეულობის საფუძვლად საბედნიეროდ მათთვის, მაგრამ ქვეყნისთვის საბედნიეროდ რა თქმა უნდა, დასრულდა ისე, როგორც დასრულდა და საზოგადოებამ რა თქმა უნდა კარგად შეაფასა ეს ყოველივე. შესაბამისად, ოპოზიცია, როგორც არის წარმოდგენილი საკრებულოში, ჩვენს მაგალითზე რომ ვისაუბროთ, ალბათ არის იმ ყველაფრის შედეგი, რა პროცესებიც იყო ბოლო დროს განვითარებული. ჩვენ გვყავს ლელა, გვყავს გირჩი, ასევე კონსერვატიული პარტიიდან არის წარმომადგენელი. ვფიქრობ, ის შედეგი, რაც მათ მიიღეს, ასევე გარკვეულწილად გამოძახილია იმ პროცესების, რომელშიც იყვნენ ჩართულები ეს პარტიები გასულ თვეებში და ალბათ უმჯობესი იქნება, თუ ამჯერად აირჩევენ კონსტრუქციულ გზას და ჩვენ ეს მათი ეს გზაც, ასე ვთქვათ, დავინახეთ გარკვეულწილად პირველ-მეორე სხდომაზე საკრებულოში, როდესაც მათ გამოთქვეს ყოველ შემთხვევაში სურვილი და მზაობა კონსტრუქციული მუშაობის. ნიშნავენია, რომ საკრებულო იყოს ის ადგილი, სადაც რეალურად იქნება საქმეზე ორიენტირებული საუბარი. კითხვაც იყო, რომ აი გასულ საკრებულოს წინამოწევას რომ შევადაროთ. მანდატები მაშინ ოპოზიციას ჰქონდა ნამდვილად მეტი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას ისე იყენებდნენ, რომ რამე სხვაობა იყოს რაოდენობაში, ხა 5 იქნებიან თუ იყვნენ მაშინ მაგალითად 25 ხო პირობითად, იმიტომ რომ მხოლოდ რაღაც სკამების შევსებას არ უნდა ნიშნავდეს იმ მანდატის აღება. ავსებდნენ თავდაპირველად, თუმცა ამ შევსების დროსაც ძირითადად ეს მათი ესე ვთქვათ ადგილი გამოიყენებოდა მათი პოლიტიკური მიზნებისთვის, სუფთა პარტიული ასე ვთქვათ დღის წესრიგიდან გამომდინარე, როგორც წესი, კამერა როდესაც ითიშებოდა იმის იქით და იმის მიღმა, ჩვენ მათ ვერ ვხედავდით, ვერც სამუშაო ასე ვთქვათ პროცესში, ვერც კომისიებში, მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ნიშნით აწყობდათ კონკრეტული გამოსვლისთვის, კონკრეტული რაღაცა საკითხის დაყენებისთვის, თუმცა როცა ჩვენ მათ თავაზობდით რეალურად მე ამ საკითხზე მუშაობას, ჩვენ მათ ნამდვილად ვეღარ ვხედავდით და გასული 2 წელი ფაქტობრივად მათ დაუთმეს ბოიკოტს. იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში, იყვნენ ქუჩაში და არ იღებდნენ მონაწილეობას არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხის არც განხილვაში, არც გადაწყვეტაში და რა თქმა უნდა, ხმა არ მიუციათ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. მე ხშირად ვამბობ ხოლმე ამ ეთერში, იმიტომ რომ უკვე ისე მიეჩვია საზოგადოება აი ესეთი სურათის დანახვას, რომ გონიათ, რომ აი ხელისუფლება არის რაღაც ძალიან უკიდურესი ერთი მხარე, რომელიც ყველაფერს ესე ვთქვათ იცავს და რაღაცნაირად ისეთი რეჟიმი აქვს მართლა თითქოს დამყარებული და არსებობს ოპოზიცია, რომელიც ვალდებულება რომ ყველაფერს დაუპირისპირდეს. და ეს უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ ვიღაც არ გამოვრიცხავ მოსახლეობის რაღაც ნაწილს, კონდეს განცდა, რომ ეს ნორმალური, ესე უნდა იყოს და ყველა ქვეყანაში ესე. ამიტომ ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ ესე არ არის და ოპოზიცია არის დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლების ისეთივე შემადგენელი და აუცილებელი ნაწილი, როგორც არის საკუთრივ ხელისუფლება, ხო? ის იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, ის მონაწილეობს ამ პროცესში და სხვათა შორის ძალიან დიდი მოვლენა იყო მეორეს მხრივ მთელი ნეგატიური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტს მოყვა, რომ რაკი რევოლუცია თუ აჯანყება თუ დამხობა ჩავარდა, რომლის კულმინაციაც ბოლოს 1 წლის თავზე აგერ 4 ოქტომბერს ჩვენ ვიხილეთ შტურმი პრეზიდენტის სასახლის, მერე მიხვდნენ რაღაც მომენტში, დიდი ნაწილი მაინც მიხვდა, რომ აი რა აზრი აქვს ხშირად იძახნენ აი ოპოზიციის არსებობას თუ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ისინი ვერ ხვდებიან რომ რამხელა ძალა აქვს ოპოზიციას რომ ზეგავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე. რომ ან რაღაცა შეცვალოს, შექმნას პროცესი, აქ წარმოადგინოს არგუმენტები, გამოიყენოს ის ინსტრუმენტები, რაც მათ ლეგალურად აქვთ მიცემული, ხო აღარ ვლაპარაკობ პარტიების დაფინანსებაზე, შიდა პარტიული ცხოვრების უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი არსენალი, რაც მათ ხელშია, მაგრამ მიაჩნიათ რომ თუ უმრავლესობაში არ ახლა ესე იგი აზრი არ აქვს. ესე იგი ეს გამოდის რომ თუ ხვდები ძლიერ გუნდს და იცი რომ შეიძლება წააგო საფეხბურთო მატჩი, მაშინ აზრი არ აქვს მოედანზე გასვლას. ანუ ესეთი აბსურდი თანდათანობით იმდენი ხანია გრძელდება, რომ რაღაც შეიძლება ეგონოს რომ ეს არის ეს სწორი და ნორმალური და ეს არის შეუძლებელი.
კი, აი მართლაც ბოლო წლებში ოპოზიციის ეს როლი, ეს რიტორიკა და ამგვარი მიდგომა ზოგადად ნამდვილად სახელმწიფოს მიმართ პირველ რიგში და თუნდაც მათი ფუნქციის მიმართაც ალბათ ხო საზოგადოების ნაწილს ეს უკვე ნორმად შეიძლება ჰქონდეს მიღებული, თუმცა მათი როლი რეალურად ჩვენ რომ ვისაუბროთ ოპოზიციაზე რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც კი აი პროცესში ვნახავთ რომ რეალური დისკუსია ნამდვილად შინაარსზე ორიენტირებული და არა რაღაცა სახელებზე, გვარებზე გამოკიდებული, ან ოპოზიცია მხოლოდ იმისთვის არ უნდა არსებობდეს და იმისთვის არ უნდა გერკვას, რომ აუცილებლად უნდა აკრიტიკო. რა თქმა უნდა, ბევრი იქნება ისეთი, სადაც გააკრიტიკებს, სადაც რაღაც პრობლემას დაინახავ, თუმცა, როდესაც საზოგადოებასაც, მათ შორის ხელისუფლებასაც მიაჩვევ, რომ შენ ყველაფერზე აკრიტიკებ და მხოლოდ ცუდს საუბრობ, მე იქიდან მხრიდანაც ალბათ რაღაც აღარც არის იმის რეალური მოლოდინი, რომ შენ ნამდვილად გულწრფელი ხარ ამა თუ იმ შეფასებაში, ამა თუ იმ რაღაც დისკუსიაში და ყოველთვის ჩვენ ამას მერე შედეგებით ვხედავთ, რომ რეალურად მათ ამ რიტორიკის თუ არ ვიცი მათი დამოკიდებულების მიღმა ყოველთვის არის ვიწრო პარტიული ინტერესი და არასდროს არ უმეტეს შემთხვევაში ყველაზე რომ არ ვისაუბროთ არ ამოძრავებთ რეალური შინაარსზე ორიენტირებული დისკუსიის მიზანი. პარტიული ინტერესი შეიძლება მას ჰქონდეს, რა თქმა უნდა, რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს პარტიული ინტერესი ხო უნდა უკავშირდებოდეს ამორჩეველთან მუშაობას, ხო? თავის ამორჩეველთან, სხვა ამორჩეველთან, რომ აჩვენოს, რომ პარტიული ინტერესი არის ელექტორატს დაანახოს რაღაც ალტერნატივა განსხვავებული პლატფორმა ვიდრე ხელისუფლებას აქვს და ის დაარწმუნოს, რომ მისი ხედვა ზოგადი ან კონკრეტული არის კონკურენტუნარიანი და უფრო, ასე ვთქვათ, უპრიანი. ამის ნაცვლად ისინი უბრალოდ რეაქციულად მიყვებიან დღის წესრიგს, ანუ შეხედა ეს არის დღის წესრიგი, რომელიც აგებულია იმაზე, რომ ხელისუფლებამ თქვა ერთი, მე უნდა თქვა საპირისპირო. ხო, ისტორიით ამას დავამბობ, ხო, მე ვერ წარმოვიდგენ, რომ არ გაკეთებულა ბოლო წლებში არაფერი ისეთი, რომელზეც შეიძლება დადებითი შეფასება მიეცათ კითხვის, თუნდაც კითხვის დასმის შემთხვევაში და არა მათი თქვათ ინიციატივით. ასეთ რამეს ვერ ნახავთ და აქ უკვე ჩანს, რომ მათი ასე ვთქვათ ინტერესი აპრიორი არის ის, რომ არაფერზე არ თქვან კარგი და საპირისპიროდ ნამდვილად ყველაფერს მოუზევნონ ისეთი ესე ვთქვათ მიზეზი და არგუმენტი, რომ ძალიან კარგი პროექტი, საპროგრამაც კი წარმოაჩინონ როგორც ცუდი, ნეგატიური, იმისთვის რომ ალბათ ამორჩეულს არ დარჩეს მე რაღაცაზე დადებითი განწყობა, რადგან ეს მე ამ საარჩევნო ასე ვთქვათ ყუთებთანაც და არჩევნების დროსაც რა თქმა უნდა გაყვება ამორჩეულს ეს განწყობა. მათ ეშინიათ რაღაცა ტიპის ამორჩევლის, რომელიც იმისათვის რომ თქვათ რაღაც პოლიტიკა, რაღაც რეფორმა. ან რაღაც ინიციატივა გააკრიტიკონ, ესე იგი ჯერ იმას უნდა გაეცნო, მე უნდა წაიკითხო, მე სამუშაო ჯგუფში უნდა ადამიანს შეხვდე, დასვა კითხვები, მოიწვიო აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წარმომადგენელი, ეს ყველაფერი განიხილო, მე ჩამოგიყალიბდეს აზრი, რომ აი აქ ხარვეზია, აქ პრობლემაა, ესე ხომ არ გვექნება და ეს უკვე ნიშნავს თანამშრომლობას, რა გაგებით? სწორი გაგებით. მაგრამ მათ სავარაუდოდ მიაჩნიათ, რომ ეს არის თანამშრომლობა, რომელსაც ვიღაცა დაინახავს, რომ შენ ამაში ჩართული ხარ, როგორ შენ ხომ აი ამ რაღაც რუსულ რეჟიმთან როგორ ბედა. ანუ ეს ყველაზე მარგინალური ძალა, რომელსაც არანაირი საფუძველი აღარ დარჩა, ეს რუსოფრენიულ დღის წესრიგს, ვინც ჩვენ გვთავაზობს, მათ ყავთ მოქცეული შეიძლება ითქვას ძევლად და შანტაჟის ქვეშ. ნამდვილად აი ამის თქმას ვაპირებდი, ხშირად ხდებიან თავისივე სიტყვის და რიტორიკის მცევლები ალბათ, ხო? და მე უკან დასაბრუნებელ გზას თუნდაც თანამშრომლობისთვის აღარ იტოვებენ. ნამდვილად ხო, როდესაც ალბათ 24-ი საუბრობ, რომ ხარ რუსი და ხარ მოღალატე, მე ბუნებრივად რასაკურველია უკვე და თუ ასეთი რამ დადგება, მე უკვე მათი ამორჩევლის ალბათ ძალიან სამართლიან რისხვასაც დაიმსახურებენ ასეთ დროს. ეს არ არის მათი ამორჩეველი. ეს არის რაღაცა ჯგუფის ექსტრემისტული ძალა, რომელსაც ყველას ამორჩეველი ყავს აი ამ წნეხის ქვეშ. ისე რომ მათ ამორჩეველს ემუშავებოდნენ, სხვანაირად იქნებოდა საქმე, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ახლა მაგალითად ის პარტიები, ვინც მონაწილეობა მიიღო და შემდეგ სხვა შორის ახლა პარლამენტში ვინც შევიდნენ ეს გახარიას პარტიიდან, ეს არის მეორე ეშელონი, ხო, პირველებს შეუწყდათ მანდატი, იმიტომ რომ დროზე ვერ გამოვიდნენ ბოიკოტიდან დროზე. ამ ხალხს მე მგონი ბევრს აქვს სწორედ თბილისის საკრებულოში, ხო, ნამუშევარი, რომ ეს გამოცდილება რაღაცნაირად აქვთ ერთის მხრივ. მაგრამ მეორეს მხრივ, აი ამ შექმნილ ვითარებაში ძალიან მოკლედ ნათელი და მკაფიო მაგალითი იყო კონკრეტული წევრები, ვისაც მოუწიათ შესვლა და პარტია მიიღო გადაწყვეტილება, რომ აზრი აღარ აქვს ამ ბოიკოტს, რომ დამარცხდნენ, წააგეს და ნუ არ უნდა გაქრე
და ვიღაცებს გონიათ რომ არ გაქრებიან, ან უნდა გააგრძელო პოლიტიკური ცხოვრება. და ინდივიდუალურ დონეზე აი რამდენიმეზე ხო იყო რაღაც ახალი ამბავი, აი ჩვენ ტოვებთ მანდატს, გამოდივართ, მიდივართ პარტიიდან. ეს არის ყველაზე მკაფიო მაგალითი იმ ხალხის, ვინც ვერ უძლებს აი ამ ყველაზე მარგინალური ექსტრემისტული ჯგუფების ბულინგს და ზეწოლას, რომ არ გაბედოთ და მათ არ ყოფნით ინტელექტიც, არც გამბედაობა, არც თავდაჯერება, რომ აი ამ სრულიად ტერორისტულ ნარატივს პირდაპირ შეიძლება ითქვას, ამას დაუპირისპირდეთ. და თუ ამის თავი არ აგაქვს, თუ ანუ ოპოზიციონერობის როლს ვერ ასრულებ, საერთოდ რა ქვეყნის მართვაზე გაქვს ისა პრეტენზია, ან რა უმრავლესობაში მოსვლაზე გაქვს. ანუ ჩვენ გადავრჩით სერიოზულად, რომ მაინც ამომრჩევლის უმრავლესობა მიხვდა, რომ არ შეიძლება ხმა მიეცა, მაგრამ ერთი წლის თავზე როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იყო და მე ერთ წლის თავზე ისევ არჩევნები, მე მქონდა ხშირად ვიძახდი ამ ეთერში, რომ ოპოზიციური ამორჩევლის დიდი ნაწილიც მიხვდება, რომ არ შეიძლებოდა მე აი ამ ბოიკოტის და ამ დესტრუქციულ რეჟიმში მათი გაყოლა და ისინი შეიცვლიან აზრებს. შენ როგორი შთაბეჭდილება დაგჭა, ანუ ამომრჩეველი როგორ არის შეცვლილი ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს 4 ოქტომბრის არჩევნების ტესტი იყო რა, გაიზომა. ამან გინდა არ გინდა არავინ ისინი ამაზე არ ლაპარაკობდნენ და ვითომ არ აღიარებენ და ბოიკოტი შეერენ, მაგრამ ისინი ძალიან დიდი ინტერესით უყურებდნენ რა შედეგი დადგებოდა. და ქართულმა ოცნებამ გაიმეორა ის შედეგი, რაც ის ელექტორალური მხარდაჭერა, რაც მათ ჰქონდათ და ბოლოს დარჩათ ყადაღებული მესიჯი, რომ თითქოს აი კახი კალაძე აირჩია 20%. ანუ კახი კალაძემ აიღო იმდენივე ხმა და იმაზე მეტი, რასაც წინა არჩევნებზე იღებდა. და საერთოდ არ დგას ეს კითხვის ნიშანი, მაგრამ მათ მაინც სადეს ამის გაკეთება და შენ როგორ უყურებ ქალაქშიც და საქართველოშიც აი ამომრჩევლის განწყობებს? პირველ რიგში ოპოზიციის როლზე რომ დესავცაუბრობდით, ვინც ცადა მოერგო ასე ვთქვათ განსხვავებული როლი იმისგან, რასაც ჩვენ უყურებთ ძირითადად ნაციონალურ მოძრაობის და რადიკალური ასე ვთქვათ დაჯგუფებების მხრიდან, ყველამ მაინც რაც კრახი განიცადა, იმიტომ რომ ყველა ექცეოდა ამ ბულინგის ქვეშ. და ალბათ ის პროცესი, რაც ახლა დაიწყო, გულისხმობ საკონსტიტუციო სარჩელს, გარკვეულწილად შეუწყობს იმედი მაქვს ხელს, რომ ჯანსაღი ძალა ოპოზიციური ნამდვილად გამოჩნდება, რომელიცაც ექნება საკუთარი დღის წესრიგი და რაღაცნაირად არ მოექცევა ამ რაღაც გარკვეულ ტყვეობაში მერე და არ მოუწევს ხვისი დღის წესრიგით მაინც მოქმედება. რაც შეეხება ამომრჩევლს, ვფიქრობ, რომ არ ვიცი, ჩემი ესეთი დაკვირვება, მათი ამომრჩევლიც ალბათ დაიღალა, იმიტომ რომ ისმენენ ერთს, შემდგომ ხედავთ, რომ რაღაცა მათ საუბარს არ მოყვება ის შედეგები და მათი დაპირებები, უბრალოდ გაცემული დაპირებებია ოპოზიციის, ასე ვთქვათ, როლიდან, მაგრამ მაინც ისინი პირდებოდნენ თავიანთ ამომრჩევლს, ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლას, რევოლუციის მოწყობას, ასევე ვხედავთ, როგორც ცდილობენ, რომ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ასპარეზზე შეუქმნან სახელმწიფოს პრობლემა იქნება ეს ვიზების შეჩერება თუ სხვა კიდევ მრავალი, რითაც არ ვიცი ისინი თვლიან, რომ ეს მათი შეიძლება გამარჯვება იყოს, თუმცა ეს მათი არც პირადი გამარჯვება იქნება, ქვეყნისთვის იქნება, რა თქმა უნდა, საზიანო. ამომრჩეველი იმედი მაქვს, მე რასაც ასე ვთქვათ ვაკვირდები, ამ მავნე ასე ვთქვათ ქმედებებს სწორად აფასებს უმრავლესობა და უმრავლესობა რო ასე არ აფასებდეს, რა თქმა უნდა, დღეს ეს ვითარება არ გვექნებოდა ქვეყანაში. მათი ამომრჩევლის ასე ვთქვათ ქცევასაც რომ შევხედოთ აქციიდან აქციამდე, ვხედავთ, რომ რეალურად მცირე რაოდენობა რჩება, ხო? რაც მხოლოდ იმით არ არის გამოწვეული, როგორც არ უნდა წარმოაჩინონ, რომ იქ კანონი შეიცვალა თუ რაღაც გამკას. არა, რა თქმა უნდა, ეს ამომრჩეველი ამ ამორჩევლმა სხვაგვარად გადააფასა და შეაფასა პროცესები, მათ შორის ალბათ ისიც, რომ ვნახეთ, მაინც საბოლოოდ მათი მიზანი იყო ძალადობა, აგრესია, რაც ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნამდვილად ზიანის მეც არაფერს არ მოიტანდა და აქაც ვნახეთ, რომ რეალურად არ ქონდათ მათ ეს მხარდაჭერა, არც არჩევნებში აქვთ სათანადო და საკმარისი მხარდაჭერა, არც იმ პროცესებში, რაც შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, მეორე საპირწონე ვერსიად განხილული იყო, არც იქ ყავთ საკმარისი
ამომრჩეველი, რომელიც აი ამ გზას აირჩევს და უმეტესობა მაინც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მშვიდობის და სტაბილურობის მხარეს იხრება, რადგან მათ ამომრჩევლშიც არიან ადამიანები და მოქალაქეები, რომლებსაც არ უღირთ, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინტერესების გადაყოლება, რაც თუნდაც კონკრეტული პარტიის მხარდაჭერის მიზნით. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი კიდევ ერთხელ, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი შევა განხილვაში და სასამართლო შეაფასებს ყველა ფაქტს და ყველა ფაქტობრივ მოცემულობას, ეს პროცესი დაარწმუნებული ვარ, რომ ხელ შეუწყობს მომავალში რაღაც პროცესების გაჯანსაღებას, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას გულისხმობ, რადგან ის რიტორიკა, როდესაც შეიძლება დარწმუნებული ვარ, რომ ეს რაღაც გავრცელდება მერე საზოგადოებაზეც და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალადობრივი, მუდმივი ნეგატიური მესიჯები ერთ-ერთ ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს იმისთვის, რომ გარკვეულწილად აღქმა უბრალოდ ასეთი, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება, მუდმივი დაძაბულობაა, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის, როგორც კი ამას ჩამოვაშორებთ, აი ამ მუდმივ არეულობის მცდელობებს. ხო, მაგრამ აი მანდაც მე მინდა დავამატო ესეთი რამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსმენელს და საზოგადოებას ესმოდეს, რა არის პირველადი და რა არის რეაქციული რა. ეს ძალადობა, რა ჩვენ ვიხილეთ, ძალადობრივი აქციების მხრიდან, ხო, რასაც შემდეგ მოყვა რეაგირება, შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში ძალის გადაჭარბებაც, მაგრამ ეს იყო რეაგირება. ბევრ ადამიანს მე მინახავს ადამიანები, რომელთაც მაგალითად დღემდე ჯერათ, რომ იცი არა ეს ყოც მშვიდობიანი აქცია იყო და უბრალოდ საიდანაც პოლიცია მოვიდა და ესე თავისთვის მდგომი ადამიანები თურმე ესე დაარბიეს, შარშან გულისხმობ რა. იმიტომ რომ ასევე ძალადობრივი, არა ეს არ ყოფილა. არაფერი ძალადობა არ ყოფილა თურმე მიტინგის მხრიდან, აი ეს დაესიზმრა პოლიციას. და ეს არის აი სწორედ ის იმ პროპაგანდის და ძალადობრივი შემცველი პროპაგანდის დამსახურება, რომელიც აი ესეთ სურათს აჩვენებს. ეს ყველაფერი არის რაღაცნაირად რეაქცია, იმიტომ რომ სახელმძღვანელოები, რომელთაც ისინი მოქმედებენ, ეს ღიად არის გამოქვეყნებული ის იგივე ის აც განსვენებული ბატონი აკერმანი, რომ ადრე ვამბობდით, ეხლა აღარ ვახსენებთ, ეს ის უწერია, ხო, ეს არაძალადობრივი პროტესტი, მაგრამ ის არაძალადობრივი ეს სახელად ქვია ეს. მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიანი დამხობა. იგივეა. იმიტომ რომ იქ რა მეთოდიკაც არის აღწერილი, პირდაპირ ესე. შენ ჯერ უნდა დემონიზება მოახდინო ხელისუფლების, ვისიც გინდა, შემდეგ აქ უკვე ყველაფრის უფლება. ამით გამართლებული რომ იყოს მე ნებისმიერი მათი და ეს ძალადობა ვერბალური ბულინგი თუ რა ესე ძალადობის ზუსტად ნაწილია როცა შენ ესე ძალადობ მოსახლეობაზე და იძახი რომ იცი რა ეხლა მე თუ ტყვიას არ ვისწრი მოჭა ყველაფერი მშვიდობიანია ეს ესე არ არის ამიტომაც ყველაფერი ხშირად ვამბობ რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აი ეს თავარი სიცრუე გაყალბების რომ არ შეეთხსათ და მე აქ არ დარჩენილიყო მაგრამ ეს ხო 2020-ში იგივენაირად ქნეს და ყველა არჩევნებზე აკეთებენ არაფერი შემდეგ ის არ მოხდებოდა რაც მოყვა ეს იყო რეაქცია იმაზე მე ამ რეაქციამ კიდე შუა ახალი ტალღა და ჩვენ ერთი წელია გავატარეთ ამ ურთიერთჭიდილში მაგრამ ჩვენ ახლა თავარი კითხვა ამას ეხებოდა რომ აი ამ ურთიერთჭიდილის შედეგად არა მარტო გამარჯვებული გამოვლინდა არამედ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაინახა ვის მხარეს იყო სინამდვილეში სიმართლე ხო და დღეს ამიტომაც არის უკვე ძალიან მცირე აქტივისტთა ჯგუფში ეს დაპირისპირება დარჩენილი. დანარჩენი უბრალოდ, ანუ აი მაგალითად ვიღაცა შეიძლება ეთქვა, რომ ეს კანონები შემზღუდვავი, რომელიც ნიშნავს, რომ მაქსიმალურად ჰუმანისტურად და მშვიდობიანად მოხდეს აი ამის დაცვა და რაღაცნაირად შეზღუდვა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ იქ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ რაღაცა მოსწრებულად თქვა, ეს არის საგამზირე ხორციო. პირდაპირ არის გამოყრელი, რომ იქნებ იმას მერე რამე მოუვიდეს, რომ ეხლა ეს ვაქციოთ უკვე ახალ წამებულად. ანუ ეს არის მეთოდიკა, რომელიც გამოიყენებოდა და ხელისუფლებას ცხადი ევალება, რომ აი შუაში გაიაროს რა, არ დაუშვას ერთის მხრივ რაღაცა ქაოტური პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცა ზომიერად თანდათანობით ალაგმოს ის რაც არის შეუსაბამო. იმიტომ რომ მათ ერთის მხრივ თუნდაც რო თუ არ რაღაცნაირად ამას წარმატება თუ არ ექნება ამ წინააღმდეგობას, ნუ მაშინ შენი პროვოცირება მოახდინო და ამ პროვოკაციის სხვა ანკესიც არის, ამაზეც არ უნდა მოხდეს წამოგება. ეს დაპირისპირება ამ მხრივ კარგია რომ ისევ საკრებულოს თემასო დაუბრუნდეთ, იქ მაინც არსებობს ის ოპოზიცია ეს ვერ იტყვი რომ იქ საერთოდ არ არსებობს ეს და ერთი ადამიანის ნათქვამით საკმარისი სამი პარტია არის პრინციპში წარმოდგენილი ისეთი განსხვავებული მიმართულებისთან
ესეც საინტერესოა ჩვენსენელა. იცოდეს რომ მაგალითად 3 ადამიანია საჭირო ფრაქციისთვის შექმნან და ეს 5 ადამიანიც ერთ ფრაქციასაც ვერ ქმნის, იმიტომ რომ 3 პარტია არის, 2 წევრიანი და ვერ იკვრებიან ისე რაღაცა შექმნა, ხო? ანუ იქ სრული სპექტრია პრინციპში წარმოდგენილი, თუ შენ შეგიძლია რომ ხელისუფლებას იდეოლოგიურად ან კონცეპტუალურად დაუპირისპირდე და მე მგონი ეს კონტურები ნელ-ნელა გამოიკვეთა. ამიტომ ის რომ თქვა რაღაც ოპოზიციის ხმას ვერ გავიგებთ, ესე არ არის. მაგრამ ის რაც შეეხება უკვე რადიკალურ ექსტრემისტულ გაფორმებულად მავნებელ ოპოზიციას, ესეც ასევე ილუსტრირებულია. ხელისუფლებას რომ დომოდა ძალით რაღაცის გაკეთება, ამ კანონებს თუ ამ კონსტიტუციურ პროცესს ადრეც დავიწყებით არჩევნებამდე. ანუ მოსახლეობამ უკვე ვერდიქტი გამოუტანა მათ, ეს ერთი, იმიტომ რომ არჩევნებში აი ოპოზიციის ხმაც გაიზომა, ოპოზიციურად განწყობილი ამორჩევლის, მათ არ მიიღეს მონაწილეობა, იმიტომ რომ მათ ნახეს 24-ის შემდეგ რეალურად მათი მხარდაჭერა რა იქნებოდა და მათ რასთავარია თვითონ გამოუტანეს თავის თავს გაჩერება. მათ აფიოდ თქვეს, რომ ისინი რჩებიან აი ამ დესტრუქციული დღის წესრიგის ხარჯს. ყველა ვინც იძახის, რომ დღეს პროცესი არის ქუჩაში და მხოლოდ ქუჩით უნდა შეიცვალოს. აი არ მესმის, ესეთი პარტია რატომ უნდა დაუშვას ხელისუფლებამ, რომელიც დგას კონსტიტუციურ ჩარჩოში. ხო, თან არ მხოლოდ ასეთი პარტია, რომელსაც ძალიან ბევრი სხვა ასე ვთქვათ, დანაშაული მიუძღვის ხალხის და ქვეყნის წინაშე მე ვიტყოდი. და თავის დროზე ნამდვილად რომ დომოდა ხელისუფლებას ამის რაღაც ძალისმიერი შეცვლა და ასე ვთქვათ, ზემოქმედება, სხვა ბევრი საშუალებაც გამოინახებოდა ალბათ აქამდე. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე სწორი და ჯანსაღი და ალბათ ზუსტი პროცესია სასამართლოს გზით, საკონსტიტუციოს გზით, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ამ სარჩელით თუ რა საქმიანობენ და რეალურად რას ემსახურებიან ეს პარტიები. რაც შეეხება ოპოზიციის ზოგადად სამომავლო ასე ვთქვათ პერსპექტივას, მე ნამდვილად როგორც წეღან აღნიშნე, ახლაც მჯერა რომ ეს პროცესი გარკვეულწილად ამასაც შეუწყობს ხელს. მთელი ეს წლები რეალურად ამ პარტიებს ჰქონდათ გარკვეულწილად არ ვიცი შანსი დავარქვათ თუ იმის საშუალება რომ თუნდაც საკუთარი რეპუტაცია გამოესწარებინათ თუნდაც შეეცვალათ უბრალოდ მათი არ ვიცი სახე არ ვიცი მოჩვენებიდათ იქნებოდა თუ ისე იქნებოდა ამის რაღაც ცდელობა მაინც დაგვენახათ ეს ნამდვილად არ გამოიყენეს ეს შანსი არც საზოგადოების ასე ვთქვათ ამ უდიდეს ნაწილს ერთხელაც კი ბოდიში არ მოუხადეს თუნდაც იმ წარსული საქმეებიდან გამომდინარე რითაც არ პატარა მართლს მაინც გააჩენენ უბრალოდ ამ პოლარიზების შემცირებისკენ. და ვხედავთ რომ არა პირიქით იგივე გზა, იგივე მეთოდები, იგივე რიტორიკა და ალბათ ლოგიკური დასასრული იქნება ეს პროცესი მათთვის, ამ პარტიებისთვის, რომლებიც ნამდვილად დემოკრატიის ასე ვთქვათ ხელშეწყობას არ ემსახურებიან ამ ქვეყანაში პირიქით, ყველა მათი ნაბიჯი ანტისახელმწიფოებრივია და ეს არაერთხელ სხვადასხვა იმით ქმედებით და სხვადასხვა გზით დადასტურდა მათი მხრიდან. მე გაჩნდა არგუმენტი, რომ კი, მაგრამ აი რას უშვებით მათ ამორჩეველს. მათ ამორჩეველს ამ პარტიებმა დიდი ხანია იმედიც გაუცრუეს და საერთოდ აღარაფერი არ დარჩათ შესათავაზებელი. ეს ამორჩეველი არ დაიკარგება, იმიტომ რომ არავინ არ არის უკვდავი და იმასაც საზგამოკერებული ხო და ამოწურა ამ ფორმატმა ისინი ეხა მხოლოდ ასრულებენ სრულიად ტოქსიკურ როლს, მეც არაფერს და ესეც არის მათი ფუნქცია. დღეს ისინი დარჩნენ ერთადერთი ფუნქციით, რომ თუ შენ რა კი გაქვს თან პასუხისგებლობა თან პოლიტიკური პროცესთან საზოგადოება არსებობს გაქვს პასუხისგებლობა აწმყოს მომავლის და წარსულის წინაშე შენ არ უნდა მოგცეს საშუალება რომ რაღაცა გააკეთო აი ეს ტოქსიკურ ძალად იქცა სხვა შედარებას არ მოვიყვან რა შეიძლება ეს გავდეს კიდე და ბუნებრივია რომ აი ამ იურიდიული წარმონაქმნების ამოკვეთა დღეს უკვე გარდაუვალია ეს უკვე ბევრჯერ დადასტურდა მაგრამ ეს უკვე დიაგნოსტირებული და ჩემი აზრით შეუქცევადი პროცესია, რა თქმა უნდა, სასამართლოს გზით, რომელიც არამხოლოდ ვერდიქტი, ამით პროცესით საინტერესოა, სად და როგორ გაივლის ეს ზღვარი და ბოლოსაც მივიღებთ. მაგრამ ამაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებთ და ამ პროცესს დაველოდებით, ჩვენ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს დედაქალაქს თბილისს და ის საკითხები, რაც ჩვენ მთავრობის დამტკიცებისას მოვისმინეთ ქალაქის მერისგან, მთავრობის წევრებისგან. აი რა იყო ყველაზე ნიშანდობლივი შენთვის? ანუ მომავალი 4 წლის მანძილზე რა არის ეს თბილისში, რაც გაკეთდება ესეთი მნიშვნელოვანი, რაც იქნება ანუ ყველაზე არსებითი ცვლილება.
კი, ნამდვილად საინტერესო მოხსენება ქონდა ქალაქის მერს და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე ისეთ მასშტაბური და გრანდიოზული პროექტები იგეგმება მომავალი 4 წლის განმავლობაში. ქალაქს უკვე ძალიან ბევრი რამ ნამდვილად წინა წლებში გაუკეთდა და ძალიან თვალსაჩინო ეს ყველაფერი. მე მყავს მაგალითად მეგობრები, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში, როდესაც ისინი წლიდან წლამდე ჩამოდიან, ამას ყოველთვის აღნიშნავენ, უცხო თვალით მაინც კიდევ უფრო, როდესაც აქ ვერ ატყობ ესე ყოველდღიურ ცხოვრებაში იმ განსხვავებას, მაგრამ ერთი წელიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქს დაეტყოს და ასე ვთქვათ, ამას ნამდვილად აღნიშნავს ძალიან ბევრი. რაც შეეხება მომავალ 4 წელს, როგორც ვთქვი, რაღაცა გრანდიოზული პროექტებია, მაგალითად ტრამვაის ხაზი, რომელიც გაჩნდება, რომელზეც ისაუბრა მერმა, რაც როგორც სატრანსპორტო, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის იქნება, ისე ზოგადად იერსახის კუთხითაც მე ძალიან მომწონს და მელამაზება ქალაქში ტრამვაის არსებობა. იგივე ინფრასტრუქტურული სხვა პროექტები, ბევრი, ასე ვთქვათ, გზის რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დაგეგმილი, რაც ნამდვილად კიდევ უფრო მეტად ქალაქს გახდის უფრო ლამაზ და მოწესრიგებულს და ევროპულ, ასე ვთქვათ, კიდე დამატებით იერსახესაც შეძენს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ჩვენ გვექნება მომავალ თვეში უკვე ამაზე მსჯელობთ, როდესაც ბიუჯეტი შემოვა საკრებულოში, იქ უფრო დეტალურად იქნება გაწერილი მომავალი 1 წლის, რა თქმა უნდა, პროექტები, თუმცა ბევრი ასევე იქნება გარდამავალი, ასე ვთქვათ, პროექტის მქონე, რომელიც შემდგომ წლებშიც გაგრძელდება და მე ძალიან გულშემატკივრობ ზოოპარკის პროექტს, რომელზეც ისაუბრა ასევე მერმა აშენდება და აქეთ არსებული ტერიტორია ასევე რეკრეაციულ სივრცეც მოეწყობა, რომელიც დაუკავშირდება მზიურის ტერიტორიას, როგორც არის დაანონსებული. ასევე სხვა მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეები გაჩნდება ქალაქში, გზების რეაბილიტაცია, მათ შორის რუსთაველის რეაბილიტაცია და დაანონსებული და ესეც მნიშვნელოვანი პროექტია. ნამდვილად საჭიროა, ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს მხოლოდ ესე ვთქვათ, იერსახი არ იცვლება ხო იმ ქუჩის და რაღაც ზედაპირულად, არამედ შიდა მთელი კომუნიკაციები მთლიანად იცვლება, რაც ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამ კუთხით ნამდვილად არ ხორციელდებოდა ხელშეწყობი ღონისძიებები. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გეგმებია ამ მიმართულებით ჯანდაცვაზე ისაუბრა, რა თქმა უნდა, კახი კალაძემ და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტის ძალიან დიდი ნაწილი მიდის ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებაზე. ძალიან ბევრი პროგრამა ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, რაც ხორციელდება, ემატება კიდევ 2 ახალი პროგრამა, მათ შორის დაანოს და ფილტვის კიბოს სკრინინგი პროგრამა ადრეულ ეტაპზე მნიშვნელოვანია მსგავსი დაავადების, რა თქმა უნდა, გამოკვლევა და დიაგნოსტიკა და ესეც სრულად იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გაღებული და დაფინანსებული. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდება და არ ვიცი, ჩვენ საკრებულოს როგორც იქაც აღვნიშნეთ, მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ყველა სასიკეთო სიახლეს, ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ უკეთ გამოიყურებოდეს, უფრო მოწესრიგებული იყოს და კომფორტული იყოს გადაადგილება და აქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, და ტურისტებისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის ჩვენს ქალაქში და მნიშვნელოვანია, რომ მათთვისაც ბევრი რამ იყოს უკვე ხელმისაწვდომი, მოსაწონი და ვფიქრობ, ესეც ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ხო, თან აქ საქმე არ არის მარტო ცალკე აღებულ პროექტებში, რა აქ ლაპარაკია, რომ მთლიანობაში ყველაფერი, რაზეც ილაპარაკა მერმა, ეს ემსახურება ქალაქის ერთგვარ ტრანსფორმაციას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს თავისი კულტურული თუ სოციალური იდენტობა, რაც გააჩნდა და ჩამოყალიბდა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ის უნდა ადაპტირდეს და მოერგოს 21 საუკუნის მოთხოვნებს, ხო? კახი კალაძის მეერობა ამ ვადაში იქნება უკვე რეკორდული, ბოლო 200 წლის განმავლობაში ამდენი ხანი ქალაქის თავი არავინ არ ყოფილა და სწორედ მას ხვდა წილად ეს მისია, რომ მოახდინოს 21 საუკუნეში ამ ქალაქის ტრანსფორმაცია. რაღაცა პროექტები არის დაგვიანებული. აი იქ ოპოზიცია მას თქვა მაგალითად, აი ვარკეთილის მეტრო რა ვერ დამთავრდა. როგორც ჩვენ ვიცით, არა მარტო ვარკეთილის მეტრო დამთავრდება, პირიქით დაიწყება 2 ახალი სადგურის პროექტირება და მშენებლობა. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია ზოოპარკის გადატანა, რომელიც უკვე წლებია მიდის, მაგრამ
მეგონი მოადგილემ თქვა რომ ეს ძალიან დაჩქარებულად ეს უნდა დასრულდეს. იმიტომ ბიუჯეტთან იყო დაკავშირებული და როგორც ვიცით უკვე ამ მიმართულებით სახსრები. ასევე ის კვანძი სატრანსპორტო რაც დიდი ღომი უნდა დააკავშიროს ქალაქთან, იმიტომ რომ იქ მაინც ყველა უბანში მეტნაკლებად მეტრო არსებობს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტისთვის და ეს დიდი ღომი რომელიც ძალიან გაიზარდა, ხო? და საერთოდ თბილისი ძალიან იზრდება სხვადასხვა ტიპის დასახლებებით. და რაღაც სოფლები უერთდება იქ ლამის სოფელი დიღომი უკვე ინტეგრებულია და იქით მიმდებარე სოფლები ეს ფართოვდება და ამიტომაც ტრანსპორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის სატრანსპორტო პოლიტიკა რაც ქალაქმა აირჩია უალტერნატივო. ანუ დღევანდელ წყობაში შენ ვერავის ვერ აუკრძალავ მანქანის ქონას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ესეც უნდა ისმოდეს ყველას რომ შენ რომ მანქანას ყიდულობ ამ ვინმეს ვალდებულება აქვს რომ უზრუნველყო შენი ან თავისუფლად სიარო გადაადგილება ან მისი პარკირება. ამაზე უნდა იფიქროს ადამიანები. ფლობა შესაძლებელია, კი არა, სასურველიც არის, ფლობდეს ადამიანი თუ უნდა, მაგრამ უნდა ისმოდეს რომ სივრცე არის შეზღუდული. გავლა უნდა ყველას და ყველა არ ეტევა. ამიტომ რა უნდა ვქნათ? უნდა განმოვითაროთ სატრანსპორტო კვანძს, მაგრამ ამას ემატება ის კიდევ დანარჩენი უამრავი რამ, რაც ქალაქის მერმა ჩამოთვალა მთელი რიგი რეაბილიტაციის თუ კეთილმოწყობის კუთხით, როგორც урბანული, ისევე გამწვანების ნაწილში. ეს ყველაფერი ცხადია რომ იწევს ქალაქის ტრანსფორმაციას და მე ყველაზე მეტად რაც მომეწონა არის ხოლმე რა რაღაც აი პოზიცია მიკითხა რომ აი როდის აშენდება ახალი ხიდი და ამას პირდაპირ გაეცა პასუხი რომ კი ამას დიდხანს მიდის ლაპარაკი რაღაც ადგილიც არსებობს ეს მოიაზრება ხოლმე მაგრამ აი კვლევამ და დათვლამ ცხადყო რომ ამას შეიძლება დიდი შეღავათი არ მოიწევს ანუ რაღაცა უაზრო პოპულისტური გადაწყვეტილებებიც არ უნდა არსებობდეს და ესეც ძალიან კარგია რომ ესეთი მიდგომა ქონდეს. ეს გადაწყვეტილებები და ინიციატივები უნდა იფუძნებოდეს რა თქმა უნდა კონკრეტულ ციფრებს, კვლევებს, რაცაც ბატონმა კახამაც გამოთქვა რა თქმა უნდა მზაობა სამუშაო პროცესში თუ კი იქნება ასეთი რამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება სხვა ლოკაციაზე იყოს შედეგიანი სადღაც შეიძლება არ იყოს, ამიტომ რა თქმა უნდა საკრებულოშიც სწორედ ამისთვის ვართ რომ მსგავსი იდეები გავაჟღეროთ, თუმცა რა თქმა უნდა შემდგომ უკვე მსჯელობაში, როდესაც დავინახავთ რომ თქვა სადღაც ეს არ იღებს შესაბამის შედეგს, ამაზე სპეკულაციები რა თქმა უნდა აღარ არის საჭირო. ტრანსპორტის მიმართულებით ისაუბრო ასევე 200 ახალი ერთეული დაემატება ავტობუსები, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, კომფორტული ახალი ავტობუსები და ბევრად რა თქმა უნდა ეს მოლოდინის დროს შემცირდება და ასევე ისეთ მოიმსახურება ისეთ ადგილებს რაც შეიძლება დღეს ამ წუთას არ არის ტრანსპორტი და ეს გამოწვეულია იმითაც რომ როგორც აღნიშნე გაიზარდა თბილისი და გაჩნდა ისეთი ადგილები და უბნები სადაც უბრალოდ მანამდე არ არსებობდა და დღეს უკვე იქ ცხოვრობენ მაცხოვრებლები და შესაბამისად საჭიროა რა თქმა უნდა ტრანსპორტის გადაადგილება. ხო და კიდე დიდი ცალკე სფეროა შენობა ნაგებობები. ჩვენც დრო არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, უკვე ამუშავდა, არსებობს რეაბილიტაციის პროგრამა, ეს ამხანაგობების ახალი ძველი კოოპერატიული ბინაჩვენებებით დაზარალებულების და ამ ქალაქის დიდი ნაწილი მაინც არის საბჭოთა პერიოდში აშენებული. მთელ რიგ შენობებს ჰქონდა თავისი ექსპლუატაციის ვადა, რომელიც გასულია, ხო? ამიტომ ამაზე მზრუნველობა იმითი რომ რაღაცა урბანული ქსოვილი სიმჭიდროვის პარამეტრები არ დაირღვეს, იქნება ესეთი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ალბათ ბევრი წლის განმავლობაში. ამავე დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისი არ არის მარტო ერთი ქალაქი, ეს არის საქართველოს დედაქალაქი, აქ არის საქართველოს მთავრობა, არსებობს ესეთი სამინისტროები, ყველაფერი თბილისშია და მათ აქვს დიდი გეგმები და პროექტი, ხო, ერთ-ერთი მაგალითად ეხებოდა განათლების რეფორმას, სადაც შეიძლება სულად სხვანაირად ჩამოყალიბდეს უმაღლესი სასწავლებლები. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შეიძლება რუსთავის აი ეს სასწავლო კუთხით, ხო, რუსთავის და თბილისის დაკავშირება მოხდეს, კამპუსების გატანა, ახალი შენობები, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება. ანუ რუსთავის მიმართულებით ეს ხაზი თუ გააქტიურდება, ამავე დროს ჩვენ ვიცით რომ ეხლა კიდე ახალი აჟიოტაჟი იწყება MR ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით, თბილისსა და რუსთავს შორის, აი კრწანისის მიმდებარედ უნდა მოხდეს, ხო, დიდი დეველოპერული პროექტის გაკეთება, ეს ერთი ნაწილია, თორემ მეორე ბათუმთან კეთდება და საერთოდ დეველოპმენტი არის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა ჩვენ ეკონომიკის საქართველოში, ხედავთ ჩვენ ამ ეკონომიკურ ზრდას. ესეც უკვე იწვევს რაღაც გარკვეულ ერთგვარ აჟიოტაჟს, ხო? ანუ განვითარება მაინც საჭირო არის გონივრულად და ანგარიშგაწევით იმ
მოსახლეობის შეიძლება ითქვას რიგ შემთხვევაში შიშებსა თუ რაღაც უხილებს შორის. შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ეტაპობრივად კომუნიკაციის თანხლებით აი ამ პროექტების მიტანა საზოგადოებასთან. არის რომ ვაკეთებთ და კარგი, არამედ ეს როგორ და რანაირად აისახება, იმიტომ რომ ეხლა უკვე, როდესაც მთელი ფსონი ოპოზიციამ დადო რაღაცა ყბადაღებული რუსეთის თემას და ეს ძალიან ჩამოინგრა, ეს რაღაც ხუხულასავით, ხო ეს ნარატივი და აღარ დარჩა თემა. ჩვენ სხვათა შორის ეს ხდომაზე იგი მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთი აღარ მოგვისმენია, როგორც იქნა დადგა ეს დღე, ხო, იმიტომ რომ ყველა მიხვდა, რომ ამას აზრი არ აქვს. და ნელა დაიწყება სხვა თემებზე აპელირება. შენ როგორ შეაფასებდი აი ამ მნიშვნელობას, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია ამ ხარ? პირველ რიგში არ მინდა ყურადღების მიღმა დამჭეს ავარიულ შენობა ნაგებობებზე, როდესაც ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია და 17 მიმდინარე პროექტია ამ მიმართულებით, უკვე დასრულებულია რამდენიმე, ანუ კარგი პრეცედენტები და მაგალითები უკვე გვაქვს ამასთან დაკავშირებით და გვინდა რომ მოსახლეობას რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ იცით რომ 100%-იანი თანხმობაა საჭირო იმისთვის რომ პროექტი განხორციელდეს და კიდევ ერთხელ ინფორმაციის კუთხითაც მოუწოდებთ რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა აქ ნამდვილად კითხვის ნიშნები შეიძლება თავის დროზე იყო თავდაპირველად როდესაც ახალი იყო ეს პროექტი თუმცა უკვე ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს ამის კარგი მაგალითები და დარწმუნებული ვარ რომ მომავალში ეს პროექტები გაგრძელდება გაიზრდება მათი რიცხვი და ბევრ ჩანაცვლებულ ასე ვთქვათ შენობას ვიხილავთ პირველ რიგში ეს რა თქმა უნდა უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს არა მხოლოდ იერსახიდან ვიცით რომ არის შენობა ნაგებობები, სადაც ცხოვრება უკვე ფიზიკურად არის საფრთხის შემცველი და პირველ რიგში ამ ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ეს ძირითად მნიშვნელოვან პროექტს, რომელზეც იყო კი საკრებულოზეც საუბარი და ოპოზიციის მხრიდანაც ამ კუთხით გარკვეულწილად იყო კითხვა, მცდელობაც რომ შეფასებული იყო რაღაც რისკის შემცველად ეს პროექტი. თბილისში, ბათუმში ვიცით რომ დაგეგმილია ძალიან დიდი ინვესტიციის განხორციელება, 6 მილიარდზე მეტი დოლარის სახის ინვესტიცია და როგორც შეფასებები არის გაკეთებული უკვე უპრეცედენტოდ დიდი და დიდი მოცულობის ინვესტიცია, რაც რა თქმა უნდა ეს ციფრი არ არის ესე ცალკე აღებული ხომ, უბრალოდ ციფრი ამას მოიტანს ეს ციფრი კიდევ ძალიან ბევრ სიკეთეს ქალაქისთვის და ქვეყნისთვის მთლიანად შეიქმნება სამუშაო ადგილები, აი ინვესტიცია თავის მხრივ რა თქმა უნდა გულისხმობს ეკონომიკის ზრდას და განვითარებას და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ დადებითი მუხტის მიმცემი იქნება დარწმუნებული ვარ სამომავლოდ, რადგან ერთი სახის ინვესტიცია ყოველთვის მე რა თქმა უნდა ჯაჭვური რეაქციით იწვევს კიდე დამატებით ინვესტიციებს და ვფიქრობ ძალიან კარგი და სასიკეთო იქნება ორივე პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. რაც შეეხება მოსახლეობასთან კომუნიკაციას, არ უნდა არსებობდეს რა თქმა უნდა კითხვები, მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, ასე ვიტყოდი, მზად არის, რომ ყოველთვის გამონახოს რაღაცნაირად მიზეზი, რომ შეფუთოს ესა თუ ის პროექტი ნეგატიურად. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაუტოვოთ მათ ეს საშუალება და ყველა დეტალი, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს და მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება, რომ იყოს გამჭვირვალე, ამაზე არ დავტოვოთ ზედმეტი კითხვები, რომ რაღაც დამატებითი სპეკულაციის უბრალოდ საშუალება არ მივცეთ. სხვა შემთხვევაში და მეორე მხრივ კი მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ საფრთხის შემცველი არაფერი არ იქნება, ხელისუფლება მუშაობს აღნიშნულ პროექტზე, ხელშეკრულება გაფორმებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის სასიკეთო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის ვიცით, რომ მოგებიდანაც გარკვეულ პროცენტს მიიღებს ასევე ჩვენი ქვეყანა ამ პროექტების შემდეგ და ვფიქრობ, რომ ყველა მხარე, რომელიც იყო ჩართული ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებში, სწორედ აი ეს ასე ვთქვათ მიზანი ჰქონდა, რომ რაც შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგის მომტანი ყოფილიყო. ამიტომ მე რაღაცა დამატებით რისკებს, რა თქმა უნდა,
ამ შემთხვევაში არ ველოდები, თუმცა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აქ სხვა ძალებს არ ქონდეთ იმის საშუალება, რაღაცა ზედმეტი სპეკულაციები მოვისმინოთ. ერთ-ერთი აქტიური იყო მამუკა ხაზარაძე, ვინც დაუპირისპირდა ამ პროექტს, ხო და აი ჩვენ კი ვიძახით ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მაგრამ შიშების სხვა რამეს უკავშირდება, ხო, რომ აი მე ეს რას გამოიწვევს, ჩამოვა რაღაც სხვა ადამიანები და ასე შემდეგ და მამუკა ხაზარაძეს ბუნებრივია აწუხებს თავის ჩავარდნილი პროექტი, რის გამოც საერთოდ პოლიტიკაში მოვიდა და რამდენადაც ჩვენ ვიცნობთ, ხელშეკრულებები ყველა შემთხვევაში იყო კონფიდენციალური. მაშინაც სხვაგან საერთოდ ესეთი ხელშეკრულებები ყველგან ესე იდება, მაგრამ არაფერი არ არის იქ დიდად საიდუმლოან, ესე ვთქვათ, დასამალი, ხო? ქართული მხარე მონაწილეობს ამ პროექტში, მაგრამ ის არდებს ინვესტიციას, განსხვავებით იმ ვალდებულებისგანაც ანაკლის პროექტში არსებობდა და უბრალოდ მამუკა ხაზარაძემ თავის მხარე არ შეასრულეს, აბსოლუტურად განსხვავებულია პროექტი, 33% არის, ხო, წილი ხელისუფლების და შესაბამისად შემდეგ მოგებიდანაც პირიქით მიიღებს. ანუ ჩვენ შევდივართ ჩვენი აი ამ სივრცით და მიწის გარკვეულწილად ნაკვეთით. დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტურად იდენტურია და ყველანაირი ეს ჩართულობა არსებობს. ანუ პრინციპულ დონეზე სრულიად განსხვავებული არის აი აქ ეს მიდგომა, მაგრამ ერთადერთი რაც არის, ეს პროექტი ახლა დაიწყო. და რაც მოხდა სხვა მეგაპროექტების შემთხვევაში, როდესაც სწორედ კონტრაქტი გახდა სპეკულაციის საგანი გეგონება თითქოს ის მრავალ ასეულგვერდიანი დოკუმენტი ვინმეს საკითხული ქონდა ან კონდეს ვინმეს უნარი კიდე უამრავ მათგანს ვინც ხშირად ესე პოპულისტურად უპირისპირდება ხოლმე რომ გაიგოს იქ რა წერია შეად ხდება ხოლმე დამახინჯებით ამ სპეკულირება მე მაინც რა თქმა უნდა მიმაჩნია რომ ნებისმიერ შემთხვევაში აქტიური კომუნიკაცია არის საჭირო და მნიშვნელოვანია რომ აი ეს დაინტერესებულ ჯგუფებს მიეწოდოს და განემართოს ყველაფერი რაც ხდება ხშირად ხდება ხოლმე ჯერ ემოციურ დონეზე შიშის კულტივირება და შემდეგ უკვე დაზაფრულ ადამიანებზე მე სხვადასხვა манипуляცია დამახინჯებული ინფორმაციით არასწორი აღქმების შექმნა და ვიდაინან ახლა ეს პროექტი უკვე პრაქტიკულად რაღაც თბილისის მიმდებარედ არის ჩვენც გვეხება და უკვე განსხვავებით თქვა რომელიმე ჰესის პროექტისგან ხო ამიტომ შეიძლება ჩვენც ჩავერთოთ მეტი ინფორმაცია გქონდეს და შემდეგ უკვე მივაწოდოთ ესე ვთქვათ მოსახლეობას და ამგვარად ეს რაღაცნაირად დაბალანსდეს ანუ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ შემთხვევაში საჭირო არ არის 7 ვითარებაში მაშინ როდესაც რეალურად არ არის ბევრი ინფორმაცია და რეალური ინფორმაცია თუნდაც იმ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე მაგალითად სოციალურ ქსელში შეიძლება იმდენი ინფორმაცია გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მალე რომ მე ხორთულია ამ ყველაფერთან შეწინააღმდეგება და ყველაფერს ერთგვაროვანი პასუხი გასცე დროულად სანამ ასე ვთქვათ უკვე არ ჩამოყალიბდება ეს მოსაზრება და აზრი. ხო, ჩვენ შეგვიძლია მოვიკითხოთ ეს რა ხდება, როგორ ხდება და დავეხმაროთ ამ პროცესს იმ ხრივ რომ ეს უაზრო და ზედმეტი აჟიოტაჟი არ შეიქმნას და ჩვეულებრივ ვითარებაში გაგრძელდეს ну როგორც მანამდე აღნიშნე, როდესაც საუბრობდი ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, სწორედ ამას გულისხმობდი, რომ როგორც წესი ის არ ეფუძნება ხოლმე ობიექტურ და რეალურ საფუძველს და რეალურ მიზეზებს, არამედ ისევ საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ პრიმიტიული პოპულიზმი. დიდი მადლობა ნინის სტუმრობისთვის, ჩვენ ალბათ კიდე ბევრჯერ გვექნება ესე მიმოხილვის საშუალება მიმდინარე პროცესის. ჩვენ კი დღეს გემშვიდობებით და ეთერში დავბრუნდებით ხუთშაბათს.